ცხადზე ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული სასამართლო, რომლის თავკაციც არის მერაბ ტურავა, გაითვალისწინებს იმ ბრჭყალებში არგუმენტებს, რომლებიც აქვს ბანდა ხელისუფლებას, აღმასრულებელს თუ საკანონმდებლოს, მოკლედ ქართულ ოცნებას და აკრძალავს პოლიტიკურ სამ სუბიექტს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო ძლიერი საქართველო. სამი ასაკრძალი სუბიექტია და შესაბამისად კი არა შემდეგ შეიძლება სხვების მიაყოლოს გააჩნია როგორ მოიქცევიან ის სხვები ამ ბანდის წარმოდგენით, ბანდის აზრით. თუ ცუდად მოიქცევიან, კობახიძეს და პაპუაშვილს არც ჭკუა და არც ნამუსი, ანუ უნამუსობა არ დაუშლით, რომ სხვებზე შეიტანონ დაახლოებით კი არა ზუსტად ამგვარი სარჩელი და გადაავრცელონ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს. ამით პარტიები არ იკრძალება. ამით რეალურად სრულდება დემოკრატია ხო ისედაც დასრულებულია და სრულდება როგორც ასეთი არჩევნების მოლოდინიც კი, არჩევნების სურვილიც კი, არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის ბჟუტავი იმედიც კი. ბჟუტავი იმედი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნება როცა დარჩება და თუ დარჩება ხელისუფლებაში, როცა არა, თუ დარჩება ხელისუფლებაში, ის არჩევნებს პარტიები გინდა ხავდეს კონკურენტებად, გინდა არ ხავდეს. არჩევნებს როგორც ასეც არ ჩაატარებს. ნებისმიერ არჩევნებს, რომლებსაც ის ჩაატარებს, კვლავ ვიმეორებ, დამოუკიდებლად იმის აკრძალული იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი, ის გააყალბებს, აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების პირობებში არანაირ არჩევნებს აზრი არ აქვს და აქედან გამომდინარე მოთხოვნა როგორც ასეთი. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, დაინიშნოს არჩევნები, იმის გამო რომ კრიზისია, იმის გამო რომ გააყალბეთ 24 წელს. იმის გამო რომ აი ესეთი ცუდები ხართ, ეს მოთხოვნა როგორც ასეთი დღის წესრიგიდან ჩემი აზრით უკვე მოხსნილია, მაგრამ უფრო და უფრო მოხსნილი უნდა იყოს, ანუ ერთ საჯარო სპიკერსაც კი არ უნდა წასცდეს ეს წინააღმდება. აზრი არა აქვს ამათთან არჩევნებზე ლაპარაკს. მეცაც გეტყვი, გეტყვით, ამათი მცდელობაც კი პოლიტიკური სუბიექტების გაუქმების აბსოლუტურად ფუჭია და არაფერია, საერთოდ არაფერია. ახსნი რატომაც. ერთადერთი ლეგიტიმური და დემოკრატიული უფრო ზუსტი რომ იყო პროცესი დღეს მიმდინარეობს ქუჩაში. დამოუკიდებლად იმისა 300 კაცია ქუჩაში, 350, 3500 თუ 8900 ან 23700 ლეგიტიმური პროცესი მიმდინარეობს, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს ქუჩაში. ამ ქუჩას აქვს თავისი კონკრეტული ამოცანები, მაგალითად გაანთავისუფლონ სინდისცე და პოლიტპატიმრები. ცხადია ეს ლეგიტიმური, ცხადია ეს კარგი, ცხადია ეს სწორი მოთხოვნა. მაგრამ ზეამოცანა ამ ქუჩისა არის ამგვარი. იმგვარი დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაიწყოს ჩამოშლა, ის ჩამოიშალოს. ისი სიმპტომების თუ თლად გულახდილები ვიქნებით, არის ამ ლეგიტიმური გონია საკუთარი თავი, ანუ ბანდა ხელისუფლებაში, ქართულ ოცნებაში. თუმცა საკმარისი რაოდენობის სიმპტომიც არ არის და საკმარისადაც არ გარღვეულა ჯერჯერობით ეს მიზიდა ივანიშვილის ბანდა ხელისუფლება. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევნები ასაკვირველია ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, როცა იქნება მაგალითად მომავალი წლის ოქტომბერში, ან მომავალი წლის მაისში, ან მომავალი წლის მარტში, ან 27 წლის არ ვიცი პირობითად მარტში, ხო, მაისში. მაგრამ არჩევნები რომ ჩატარდება, ქართული რუსული ოცნება მონაწილეობას მასში არ უნდა იღებდეს. აქედან გამომდინარე, მისი ნებისმიერი ახლანდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, აკრძალვის თაობაზე ამ შემთხვევაში ფუჭია, არაფრის მომცემია. ხვალ არჩევნები რომ დანიშნოს ამ აკრძალვების გათვალისწინებით ქართულმა ოცნებამ, 2-3 პარტია კი იქნება, რასაკვირველია, გახარია, გირჩი, იაგო, ხვიჩია და სხვები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ იმ არჩევნებში, მაგრამ რამდენადაც კონკურენტუნარიანობა თუ კონკურენტულობა, როგორც ასეთი ამოსპო ქართულმა ოცნებამ, ის საომავლო არჩევნები მაგალითად მაისისა, ან ოქტომბრისა მომავალ წელს, ან ერთ წლის თავზე, ანუ
ან 28 წელს მაგალითად და თუ ქართული ოცნება იქნება მანამდე ხელისუფლებაში, ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითვლება არალეგიტიმურ არჩევნებად. ამიტომ თუ რამ შეცვლის ქართულ ოცნებას, შეცვლის მხოლოდ ქუჩა მანამდე ვიდრე არჩევნებამდე. და აქედან გამომდინარე დიდად სადარდებელი, დიდად საფიქრალი თემაზე ქართული ოცნება ერთ პარტიას აუქმებს თუ 7-ს არა აქვს დასაკვირველია ოპოზიციას შეიძლება თუმცა ამის კონტურები ჯერჯერობით არ ჩანს მაგრამ მაინც შეიძლება დასჭირდეს რომელიღაც ეტაპზე ერთიანი სიის გაკეთება სულ სხვა ბრენდით მაგალითად საქართველოს ბრენდი ასეთი საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პარტია ახალი პარტიის დაფუძნება თუმცა მე პერსონალურად მგონია და დარწმუნებულიც ვარ ჩემს სიტყვაში რომ რეჟიმს ქართული ოცნებისა ისეთი დისკომფორტები უნდა შეექმნას მანამდე, რომ მან თავად გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია, თუ თვითლიკვიდაციას არ გამოაცხადებს, მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის საარჩევნო რეგისტრაციაში არ უნდა გაატაროს, ანუ არ უნდა მიიღოს მისი საბუთები და მას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა. მხოლოდ ეს არის გამოსავალი, მხოლოდ ეს არის სწორი გზა და არა ეგრეთ წოდებულ თუ ნამდვილ თუ არანამდვილ თუ ასე შემდეგ არჩევნებში სამომავლო არჩევნებში ქართული ოცნების მიერ დანიშნულ და გაკონტროლებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება რასაც როგორც ჩანს აპირებს ასე მაგალითად გახარიას პარტია მე სულ არა ვარ იმ აზრის მომხრე რომ 4 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა 2024 წლის 26 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი, მე მგონი რომ ყველამ გადალახა და არც ერთს არ გადაულახავს და რამდენადაც არც ეს არჩევნები ის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, საერთოდ არასწორი მგონია ბარიერ გადალახულებზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენის ნებართვით ერთი წამით სწორედ ასე ვიტყვი, გახარიამ თავი გადაირჩინა გაუქმებისაგან და ერთგვარად მისაღებ პოლიტიკურ სუბიექტად იქცა კიდევ ერთხელ სწორედ იმიტომ ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის პაპუაშვილისა და კობახიძის სიტყვები, სწორედ იმიტომ რომ მან ბოლო ჟამს, ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ოცნებასთან კოლაბორაციის თაობაზე. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი სახით კოლაბორაციაზე წასული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, პარტია, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, ინდივიდი ის პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩაბდენია, ის პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჩადის. მას პერსპექტივა ამ როგორც გნებავთ, რაც გნებავთ ის დაარქვით. ამ საზოგადოებაში, ამ გიჟურ საზოგადოებაში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ამ არასტანდარტულ ან ორდინალურ ვითარებაში რომ არ არის იმ საზოგადოებაში ამგვარ ადამიანებს პერსპექტივა არ აქვს. ისინი ჩარეცხილები არიან. აი ბაბუკა ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფი თუ შეიძლება ასე ითქვას ბჭყალებში, ანუ ბჭყალებოდ გადაარჩინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც რატომღაც სწორედ ისიც მიაუქმა, ხოლო ვინც არ მიაუქმა, მათ დაემუქრა და კიდევ თქვა საოცარი რამ პაპუაშვილმა ბანდიტმა. ჩვენ არ ვაუქმებთ სხვა, ანუ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პოლიტიკურ სუბიექტებს, იმიტომ, ნახეთ რა საოცარი რამეა, იმიტომ რომ მათ არ აქვს სათანადო პოპულარობა ხალხშიო. სათანადო პოპულარობას რომ მოიპოვებენ, ნუ საოცარი სიტყვაა ხო მართლაც, სოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში არ არსებული, არ გაგონილი სიტყვაა სათანადო პოპულარობას რომ მოიპოვებენ, უკვე შემდგომ დავფიქრდებით ისინიც უნდა გავაუქმოთ თუ არა, აი ასე მაგალითად, რესპუბლიკური პარტია. თუ ებად მოხდება ისე რომ მისი რეიტინგი იქნება 5, 7, 10%, ის ხო გადარჩენილი პარტიაა. თუ ებად მოხდება ისე რომ ქართულ ოცნებას შეეშინდება ლევან თუ დავით ბერძენიშვილებისა ერთ-ერთი ძმა თუ არ ვცდები აღარ არის რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩავთვალოთ რომ არის ხათუნა სამლიძისა ან ვინც არის რესპუბლიკურ პარტიაში ახლა თუ მათი შეეშინდება რომელიღაც ეტაპზე ბრახტა ლევან დავით ბერძენიშვილებს და ხათუნა სამლიძეს საერთოდ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც პოლიტიკურ საქმიანობასაც კი აუგზავნავს არათუ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ადასტურებს იმას, რომ ბიზნაი ივანიშვილმა ავტორმა პროექტისა 2030, რომელიც ხანდახან რომ ხტება ხოლმე ტელევიზორში და რომ ამბობს, რომ მეც მომბეზდა ეს ქართული ოცნებაო, ამდენი ხანი ხომ არ შეიძლება ერთ და იგივე პოლიტიკურ სუბიექტს უყუროთო, ბიზნაი ივანიშვილმა მიიღო განაწყვეტილება არა 2030-მდე, არამედ 2040-მდე, 2050-მდე, ან 2050
16-მდე დარჩენის თაობაზე 2056-ში ბიზნე ივანიშვილი იქნება 100 წლის არ ვიცი ცოცხალი იქნება თუ არა 100 წლის ადამიანები გვყავს ჩვენ მაგრამ 100 წლის ადამიანი ქმედ უნარიანი რომ არ იქნება პოლიტიკაში მაღალი ალბათობით თუ ცოცხალი იქნა ეს კი ფაქტია აქედან გამომდინარე ვარაუდი იმის თაობაზე რომ ბიზნე ივანიშვილი უკვე ემზადება მემკვიდრის შერჩევისათვის, მემკვიდრის დატოვებისათვის და მემკვიდრისათვის პოლიტიკური პარტიის, ანუ ქართული ოცნების გადაცემისათვის სავსებით ლოგიკური ვარაუდია ოღონდ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს მემკვიდრე ვინმე სხვა კი არ იქნება, თუნდაც უახლოესი დღევანდელ მოცემულ პოლიტიკურ გარემოში ვინ aqავს მას უახლოესი, ვისაც ეყრდნობა ეს არის ირაკლი კობახიძე, არა, ბიზნე ივანიშვილი რასაკვირველია დაეყრდნობა არა კობახიძეს რომელმაც თეორიულად შეიძლება კიდევ წააღალატოს და აღალატოს სუსტად ისე, როგორც ღარიბაშვილმა დააღალატა არ მანამდე სხვა ვინმემ, არამედ დაეყრდნობა ოჯახის წევრს და მე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითაც და ანალიზითაც გაგიმხელთ, რომ ბიზნე ივანიშვილი აპირებს ცოტნე ივანიშვილის ან ბერა ივანიშვილის წინ წამოწევას და თქმას იმისა, რომ აი ეს არის ახლა უკვე ეს არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მას აქვს ფინანსები, ის გარკარგავს ფინანსებს და მას ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ საბჭოზე, რეალურად კი ბანდაზე, ენერგიულ ცოტნეს, ენერგიულ უტას და უფრო ენერგიულ ბერას, არ ვიცით, ვიზე შეაჩერებს ის ყურადღება შესაძლოა ქალიშვილ კვანძაზეც, დასაკვირველია ჯარი და წლები ეყოფა იმისათვის, რომ 2056 წლამდე კი არა, როცა მამა 100 წლის გახდება, არამედ, ანუ ბიზინა, ცოცხალი თუ იმხანად გარდაცვლილი, არამედ კიდევ კარგა ხანი მართოს ეს ბანდა, ქართული ოცნება, დასაკვირველია სახეცვლილი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არა დემოკრატიული და არა ლიბერალური და არა სწორი და არამედ სწორედაც რომ არასწორი და ანტიქართული. ეს არ არის ერთადერთი ამბავი, რასაც ბიზნე ივანიშვილი სიურპრიზად გვიმზადებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი არის და აქ ეხლა გაგიმხელთ ერთ ინფორმაციას, კი არა, ხო, ინფორმაციას პრინციპში, რომ ბიზნე ივანიშვილი ელოდება ამ კრიზისის პროტესტს გულისხმობ გადაგონებას ყველა სხვა მიზეზის გარდა, იმიტომაც, რომ წავიდეს კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი გააგზავნოს მოსკოვში და პრემიერ-მინისტრმა დაიწყოს ფრთხილი მოლაპარაკებები, კვლავ ვიმეორებ, მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან თემაზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თავდაპირველად ფრთხილი და უკვე შემდგომ რუსეთიდან პოზიტიური სიგნალების მოსმენა გაგონების შემდეგ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგას ცხადია ბიზნე ივანიშვილთან შეთანხმებით, რომელიც თავის მხრივ შეთანხმებული იქნება რუსეთის უმაღლეს იერარქებთან. ერთ ამბავსაც გაგიმხელთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალბატონი ბურჯანაძე, რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში და რომელსაც ესეთი კულუარული, სახელდახელო, 3-5 წუთიანი შეხვედრა გადაკვეთა ჰქონდა ბატონ ლავროვთანაც, არა თუ ლუკაშენკასთან, არამედ ლავროვთანაც, ქალბატონმა ბურჯანაძემ თავისუფლება მისცა ეთქვა ბატონი ლავროვისთვის, რომ კარგი იქნებოდა ფორმულირებას ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ მხარეები ანუ ქვეყნები გადალახავენ იმ პრობლემებს, რომლებიც არის ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ყველაფერი ეს პრობლემები გადაბრალდა მიხეილ სააკაშვილის ანუ წინა ხელისუფლებას და ქალბატონმა ბურჯანაძემაც თქვა, ქალბატონმა ბურჯანაძემ ბრძანა იქ მინსკში ყოფნისას, რომ საქართველოს ხელისუფლება და ანუ მას რო არ აქვს შეხება ის ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთისკენ თუ გადადგავენ ნაბიჯებს და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც იფიქრებენ, ესეც ძალიან კარგი იქნება. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბურჯანაძის წასვლა მინსკში აქ ნეიტრალური საქართველო როა ბანდიტებისა და აგენტების, ღია აგენტების პარტია პარალელურად მისი გააქტიურება თემაზე, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს. პარალელურად გოგა ხაინდრავებისა და სხვების ახმამაღლება თემაზე, რომ საქართველოს უარი დათქვას ევროკავშირსა და ნატოზე. იმედზე არსებული მთელი კამპანია, პოსტივიზე არსებული მთელი კამპანია რუსთავი გიბოდიშებთ. ალბათ ატყობთ, რომ ცოტა ავადავარ, გაციებული ვარ. რუსთავი ორზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაწყებული მთელი კამპანია ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთი ძალის მართულია და ამ ძალას რასაკვირველია ჰქვია
ქართული დეფისი რუსული ოცნება. ის აყეფებს ამ პირებს, რომ უკვე შემდეგ შედარებით გაკვალულ გზაზე უკეთ გაიაროს და თავადაც წარმოთქვას ეს ისტორიული ღალატის მორიგი წინააღმდება, რომ საქართველოს ასრულებს კავშირისაკენ საბოლოოდ და ნატოსაკენ სიარულს, სვლაგეს მოძრაობას, უარს ამბობს ამ ორ ორგანიზაციაზე სივრცეზე, საქართველოს აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და საქართველოს აცხადებს ნეიტრალიტეტს, რასაკვირველია გარკვეული იურიდიული პროცედურების, პროცესების გავლის, მათ შორის არჩევნების ჩატარების და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ აქეთკენ მივდივართ და უკვე შემდგომაზე 30 წლისათვის, როცა ეს ყველაფერი მომრგვალებული იქნება, ბიზინა ასაკში შესული, რომელიც ახლა 70-ის ხდება 18 თებერვალს, 56-შეა ის დაბადებული, ბიზინა უკვე 72, 73, 74-ის რომ იქნება, ამ ძალაუფლებას გადააბარებს შვილს რომელიმეს, შვილს ცოტნეს, შვილს ყველაზე უმცროსი, შვილს ბერას, შვილს შესაძლოა კვანცას და შვილს უტას უფრო მაღალი ალბათობით. აი ამ ზაკონობას გვიმზადებს ბიზინა ივანიშვილი, რომ ვიცოდეთ. აი ამის თქვა მინდოდა სულ. მე დაგიბრუნდები დღეს, ხო ატყობთ, თავადაც ატყობთ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა თლად დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად მე დღეს ერთი ბლოგის ჩაწერას, დამატებით ერთი ბლოგის ჩაწერას მაინც მომახერხებ. ნახვამდის.